ამინ სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ას და მარადის და უკუნთი უკუნისამდე ამინ გილოცავთ დღევანდელ დღეს დღევანდელ ლიტურგიას ნამდვილად ლიტურგია არის ცა დედამიწაზე ნამდვილად არის ის ატმოსფერო რომლითაც უნდა ისუნთქოს ადამიანმა ნამდვილად ეს არის უდიდესი დღესასწაული უდიდესი სიხარული ეს არის ღვთაებრივი სიცოცხლე გარდამოსვლა. იმიტომ რომ ღვთაებრივი სიცოცხლით სუნთქავს ადამიანის სულები. სული ხორცს არ ჭამს, არც მატერიალური სულს. სული იკვებება მხოლოდ მარადიული ცხოვრებით, მხოლოდ სულიერი ცხოვრებით, მხოლოდ ცხოვრებით, რომელიც ღმერთს აქვს. და რომელიც აჩუქა ღმერთმა ადამიანს. იმიტომ რომ სიყვარულის ბუნება ასეთი. რაც ყველაზე ძვირფასი გაქვს, იმას უწილადებს სხვას. ყველაზე ძვირფასი და უნიკალური ამ სამყაროში და ყველა სამყაროში არის სიცოცხლე. სიცოცხლე იქ ლაპარაკობენ კაცო რა აჩერეთ ისინი. სიცოცხლე მარადიული. სიცოცხლე უწყვეტი, სიცოცხლე უოხჭნო ნეტარი ცხოვრება. ეს არის ყველაზე დიდი ძღვენი, ყველაზე დიდი საჩუქარი, რომლის წყარო არის ღმერთი და შემოქმედი ჩვენი ადამიანს მთელ სამყაროს კიდევ განსაკუთრებული სიყვარული ადამიანისადმი იმაშიც მდგომარეობს, რომ მთელ სამყაროს მხოლოდ ერთი ცხოვრება მისცა. ყველა სულდგმული მხოლოდ ერთხელ ცხოვრობს და კვდება შემდეგ და ნადგურდება. მხოლოდ ადამიანს მისცა ორი ცხოვრება, ეს არის მისი ხანმოკლე მიწიერი ცხოვრება და რომელიც არ არის სრული, რომელიც სავსეა ნაღველითა და სიხარულით ერთად თაფში გარეული წამალია, წამალი აბზინდა, ესე ამბობენ. თაფში გარეული აბზინდა. ცხოვრება არის თაფში გარეული აბზინდა. ტკვილიც არის, მაგრამ წარეც არის. და ხშირად მწარე არის და ხშირად უფრო მეტად მწარე არის, ვიდრე ტკვილი არის. და ეს არის არასრული ცხოვრება. არასრულყოფილი ცხოვრება და სისავსისათვის, სიყვარულისათვის ამ ცხოვრების შესავსებად მისცა მარადიული ცხოვრება ღმერთმა. მარადიული ცხოვრება, რომელიც არის სისავსე, რომელიც არის სრულყოფილი, სადაც არ არის ეს აბზინდა. არ არის როგორც ამბობს ყველაზე კარგი შეფასება ალბათ ამ ქვეყნიურ ცხოვრებას მისცა დავით მეფსალმონემ. რა არის ცხოვრება ჩვენი? შრომაი და სალმობაიო. სიხარულიც კი არ თქვა. შრომა და სალმობაი არის. და ამის შესავსებად მისცა მარადიული ცხოვრება. ცხოვრება, რომელიც მხოლოდ მას ეკუთვნოდა. ცხოვრება, რომელიც მისი განუყოფელი ნაწილია, ამის მონაწილე გახადა ადამიანი. მაგრამ აქ, როცა ეს ორი ცხოვრება მისცა, პირობა დაუდო, უმნიშვნელოვანესი პირობა. რომ ის ამ ცხოვრებაში მოემზადებოდა მარადიული ცხოვრებისათვის. შეიძენდა იმ თვისებებს, რომლითაც გადავიდოდა, ეხლა თუ მოქალაქე სხვა ქვეყანაში უნდა გადასვლას სწავლობს ენას, წესებს, კანონებს იქ რო გადავიდეს, მარადილ ცხოვრებაში რო გადავიდეს ადამიანი, ის თვისებები, ის წესები უნდა შეითვისოს და ეს ხანმოკლე ცხოვრება ზუსტად იმისთვის არის. ერთადერთი მიზანია. მაგრამ ჩვენ რას ვხედავთ? ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანმა პირიქით გაწყვიტა ეს კანონზომიერება, გააღმერთა ეს ცხოვრება, მთელი აზრებით, ცხოვრებით, ინტერესით, მთელი არსებით, ის მხოლოდ არ ცხოვრობს. მისი ღმერთია ეს ცხოვრება. იმიტომ რომ ამის იქეთ არაფერი არ აინტერესებს. იმიტომ რომ რაც გიყვარსო, იმაზე ფიქრობო და აბა რაზე ვფიქრობ ჩვენ? რაზე ვფიქრობ? მხოლოდ ამ ქვეყნიურზე ვცხოვრობ, ფიქრობ. და მხოლოდ
გასაჭირი ჩნდება, გასაჭირი და გამოუვალი მდგომარეობა როცა გვაქვს, მარსში ვიწყებთ ფიქს ღმერთზე. მაგრამ ეს ხო არ არის კანონზომიერება, ეს ხო არ არის, ეს ხო მონის ფსიქიკა, ეს ხო არ არის თავისუფალი ადამიანის ფსიქიკა, რომელიც სიყვარულით უნდა მოძრაობდეს, რომელიც მხოლოდ ზევით უნდა მოძრაობდეს, რომელსაც უნდა კონდეს მყარი პრინციპები, მყარი მიმართულება, მან ხომ უნდა იცოდეს. მაგრამ რა ხდება? რატომ გააღმერთა ადამიანმა ეს სამყარო, ეს ცხოვრება? იმიტომ რომ ფიქრობს, რომ ამ ცხოვრება შეუძლია მისცეს მარტო ბედნიერება. იმიტომ რომ ადამიანი არის არსება, რომელსაც ბედნიერების გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. აი რასაც აკეთებს ადამიანი, თუ ჩათვლით ყველაფერს აკეთებს ბედნიერების გამო. მაგრამ ნახეთ, როგორია ჩვენი ცხოვრება, ადამიანი უამრავ რამეს აკეთებს ამისთვის. მთელი ცხოვრება არ ჩაიმუხლავს, ისე შრობობს ამისთვის, მაგრამ ეს ბედნიერებას ვერაზოს ვერ პოულობს. პოულობს და კარგავს, პოულობს და საერთოდ ვერ პოულობს და იმიტომაც არის რომ მთელი საკაცობრიო კულტურა, მისი პოეზია, მისი ლიტერატურა, მისი ფილოსოფია არის ახსილი სევდით და მწუხარებით. ყველგან სევდა, ყველგან მწუხარება. და არა მარტო იმიტომ რომ ამ ქვეყნიურ კეთილდღეობა, არამედ იმიტომ რომ მას ეს სრული ბედნიერება მოაკლდა. ეს სრული ბედნიერება დაკარგა ადამიანმა. და მთავარი მიზეზი ადამიანია. მთავარი მიზეზი ის არის რომ მან დახშა ეს კარიბჭე, რომელსაც უნდა შევიდეს ამ ბედნიერებაში. და იმიტომ რომ ბედნიერება ვერ მოიპოვებს ხილულსა და ხელშესახებში მხოლოდ. ბედნიერება უხილავში და მარადიულში. მოკვდავში და ხრწნათში არ არის ბედნიერება, სრულყოფილი ბედნიერება. ამიტომ ჩვენ ხშირად ვხედავთ, იმიტომ ვამბობთ მაცხოვარზე, რომ ის არის წყარო უკვდავებისა და ცხოვრებისა. როდესაც ადამიანმა ყველა გზე დაკარგა, ვერაფრით ვერ მოახერხა, ვერც მისი მეცნიერებით, ვერც ტექნოლოგიებით, ვერც სახელმწიფოს განვითარებით, ვერც ფილოსოფიით, ვერც სხვადასხვა რელიგიებით ვერ მოახერხა ამ ბედნიერების დაბრუნება, აი მაშინ გარდა მოხდა თვით ცხოვრება, თვით სიცოცხლე დედამიწაზე. იმიტომ რომ მაცხოვარი ამბობს, მე ვარ გზა და მე ვარ ცხოვრება. რა გზა არის? გზა ბედნიერებისკენ, გზა მარადიული ცხოვრებისკენ, გზა სასופეულის კარიბჭისკენ არის მაცხოვარი. და მე ვარ ცხოვრება. და ამიტომ მერთმა მისცა საკუთარი თავი იმისთვის, რომ ეს დანაკლისი აავსოს. ამიტომ აქედან გამომდინარე, მხოლოდ ქრისტეშია ნამდვილი ცხოვრება, ქრისტესთან, ქრისტეში, მისი მცნებებით, მისი სიყვარულით. იმიტომ რომ ისეთი ძლიერია ქრისტეს სიყვარული და მადლი, რომ მას შეუძლია ყველა კერპი, რომელიც ადამიანმა აღმართა მის ცხოვრებაში. აი ყველა კერპია, რომელიც ღმერთზე უფრო მეტად გიყვარს. ყველაფერი კერპია. და ისეთი ძლიერია ქრისტეს სიყვარული, რომ ყველა კერპზე, შენს პატივმოყვარეობაზე, შენ დიდების მოყვარეობაზე, შენს მომხვეჭელობაზე, შენს ვერცხლზე, შენს ოქროზე, შენს მიწიერ სიყვარულზე უფრო ძლიერია. ისეთი ძალა და მადლი გააჩნია ქრისტე მაცხოვარს. დღევანდელი ჭაბუკი, დღევანდელ სახარებებს წავიკითხეთ, თქვენ ჭაბუკი ბევრი განიკითხავს მას, იმიტომ რომ დამწუხრებული წავიდა ქრისტესგან, მაგრამ ჩვენ მისი კეთილი მხარე გამოვარჩიოთ და რა არის კეთილი მხარე? ჭაბუკი, რომელიც მდიდარი იყო და წარჩინებული, სვავს ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას. არიან ადამიანები, რომლებიც საერთო ცხოვრებაში ვერ სვავენ ამ კითხვას. როგორ მოვიპოვო მარადიული ცხოვრება?
ისე გადის ცხოვრება, შეიძლება რელიგიურებიც იყვნენ, შეიძლება გარეგნულად ასრულებდნენ ყველაფერს, მაგრამ ამ კითხვას არასდროს არ სვავ. არასდროს არ მწიფდება ადამიანში ეს, რომ მარადიული ცხოვრება მოვიძიო. მარადიული ცხოვრება ათეისტები დაგცინიან, რომ თქვენო არ იცითო, რა სიტყვათო მარადიო ცხოვრებასო, არ იცითო, რომ გარდაიცვლებითო მერე გექნებათო და არც იცითო რა გექნებათ და ესე იგი როგორი სულელები არიან. იმიტომ რომ მაცხოვარმა თქვა, რომ გარდაიცვლებით მარტო მაშინ კი არ გექნებათო მარადიული ცხოვრებაო. მარადიული ცათა სასופველიო, მარადიული ცხოვრება თქვენში არისო და აქვე იწყებაო. იმიტომ რომ თუ აქ არ დაიწყო მარადიული ცხოვრება, ვერასდროს ვერ გადახვალ შენ მარადისობაში. ნეტარ მარადისობაში. ამიტომ აქაც ცდებიან. აქ იწყება ზუსტად მარადიული ცხოვრება. ამიტომ ამ კაცის კითხვა მნიშვნელოვანია, მას დაესვა, მამ დასვა კითხვა საკუთარ თავთან, ის რითაც მე ვცხოვრო. სახლები, სიმდიდრე, მონები, ცხოვრება, სიყვარული, ადამიანები, შვილად, სახელმწიფო, ეს არის ნამდვილი ცხოვრება? ეს არის რისთვისაც მოვედი მე დედამიწაზე? ეს მომცემს მე თელს ბედნიერებას? აი ეს კითხვა, აი ეს სკეპსისი გაუჩნდა მას. სკეპსისი, რომელიც ყველა მორწმუნეს უნდა გაუჩნდეს, სხვანაირად ის არ არის მორწმუნე. იმიტომ რომ მექანიკური მორწმუნე არ არის. მორწმუნე არის, რომელსაც გააზრებული აქვს, შესისხოლსებული აქვს, გათავისებული აქვს მისი სულიერი ცხოვრება. და ჩვენ ვხედავთ პასუხს მრავალი ფილოსოფოსი, მრავალი ბრძენკაცი ცდილობდა გაეცა პასუხი და 1000 ურთულესი პასუხი მისცა კაცობრიობას, მაცხოვრის პასუხს ვხედავთ აქ, პასუხს ვხედავთ იმისას, ვისაც გააჩნია მარადიული ცხოვრება, ვისაც ხელთ უპყრია მარადიული ცხოვრება. მისი პასუხია პირდაპირ ჩვენ მარტივი გონია და უბრალოდ 1000-ჯერ მონასმენი, მაგრამ მხოლოდ იცოდეთ ეს არის მხოლოდ გზა, მხოლოდ ეს აღებს კარიბჭეს მარადისობისას. და რას პასუხობს მაცხოვარი? შეასრულე ცნებები და მაგით მოიპოვებ შენ მარადიულ ცხოვრებას. მარადიულ ცხოვრებას შეასრულე ცნებები. და ჩამოთვლის ძველი აღთქმის ცნებებს, რომელიც ასევე როგორც თქვით არის უმნიშვნელოვანესი და მთავარი ყველა მცნების მიზანი არის ადამიანში გააბატონოს ღმერთის სიყვარული, იმიტომ რომ მხოლოდ ღმერთის სიყვარული მარადისობის ჭეშმარიტად გადაარჩენს ადამიანს. ძველი აღთქმის მცნებები მაცხოვარმა განაახლა ეს მცნებები და მისი ყველაზე მთავარი სწავლება არის სადაც გადმოსცა ეს არის მოძღვრება მთაზე, ქადაგება მთაზე, სადაც იქადაგა ნეტარებები და ჩამოთვალოთ ეს მცნებები. გავიხსენოთ, იმიტომ რომ ადამიანს სულ უნდა იხსენებდეს, ესე ამბობენ წმინდა ბასილი დიდი ერთ-ერთი ფსალმუნის განმარტებისას ამბობს. Როგორცო ვირიო, რომელიცო გაჯიუტდებაო და აღარ მიდისო, წინო ბალახსო ჯოგზე ჩამოუბავენ და წინ თავის წინ დაუბავენ და თვითონ ამას მიყვებაო და ამით ამოძრავებენო, ასე უნდა კონდეს ადამიანს ჯოგზე მიბმული და წინ დაკიდული საღვთო მცნებებიო და ყოველ დღე ამით უნდა საზრდოობდეს. ეს არის საფეხურები საკუთარ თავთან საკუთარ სულში შემავალი, რომელიც არის კიბე მარადისობაში ამყვანებელი ადამიანის. და მცნებები არა განიკითხო, სიმდაბლის მცნება, მოწყალების, რომ იყავთ მოწყალენი, წმინდანი გულითა, და ყველა ცხნა ნეტარების მცნება და ყველა სახარებისეული მცნება. მაგრამ იმისთვის რომ ადამიანისთვის უფრო ადვილად გასაგები იყოს ეს ყველაფერი, თელა მცნებელთა ჯამი, როგორც ამბობს მაცხოვარი, თელი წინასწარმეტყველება, თელი რჯული არის ორ ცნებამდე დაიყვანებაო, ეს არის სიყვარული ღვთისა და მოყვასისა, გიყვარდეს მოყვასი ისე, როგორც საკუთარი თავი. და აი ეს არის
ცნებები, რომელიც ადამიანში ისევ აცოცხლებს საღვთო ცხოვრებას და რომელსაც უნდა ეძიებდეს ადამიანი მარადს. სამწუხარო ის არის, რომ დღეს ჭაბუკი, როცა მოისმინა ამაღლებული ცნებები მაცხოვრისა, დამწუხრებული წავიდა. დამწუხრებული, როცა მოვისმენთ ცნებებს და მისი აღსრულება დადგება ცხოვრებაში, ჩვენ არ წავიდეთ დამწუხრებული. და ჩვენ შევძლოთ, რომ ცნებათა ცხოვრება, ცნებები ცხოვრება იყოს ადამიანის ანი და ხოი, ადამიანის სულთქმა, ადამიანის ცხოვრება, ადამიანის ფიქრში, ადამიანის გულში, ადამიანის გონებაში. იმიტომ რომ მხოლოდ ამას მოაქვს საღვთო ცხოვრება, საღვთო სიყვარული, მარადისობა და მარადისობასთან ერთობა. ღმერთმა დააგვლოცოთ და ღმერთმა გაკურთხოთ.